ფონი საოკუპაციო ამბავი და ასევე მოახლოებული არჩევნები. ეს სასესიო დღეები ემთხვევა სწორედ იმ პერიოდს, იმ ვითარებას, როდესაც ჩვენ ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი რამ ხდება, როდესაც მავთულ ხლართების გაბმით ჩვენი ტერიტორიის კიდევ დამატებით ნაწილი ექცევა შემოსასვლელ სივრცეში, რაც ბუნებრივია იწვევს ყველა დონეზე, როგორც შიდა, ასე საერთაშორისო დონეზე იმის აუცილებლობას, რომ ჩვენ ეს პრობლემა რაც შეიძლება ფართო ჭრილში წარმოვადგინოთ. ამიტომ ვაპირებთ, რომ ეს სესია ევროპის საბჭოში და საპარლამენტო სხდომები თუ საკომიტეტო განხილვები თუ შეხვედრები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ძალიან პრინციპულად და ძალიან მკაფიოდ დავაყენოთ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ჩვენი ქვეყნის. ჩვენ გვექნება შეკითხვები რუსეთის დელეგაციასთან, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრები სხვადასხვა დონეზე, ბატონ მინიონთან არის შეხვედრა, არის მუჟნიეკთან, ევროპის საბჭოს კომისართან, არის გენერალურ მდივანთან, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრებია და გვინდა რომ ამ ფორმატში, პირად შეხვედრებში, სესიაზეც, კომიტეტში, სხვადასხვა ფორმატში ძალიან პრინციპულად ადგეს საკითხი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, ხელშეუხებლობა, ის მავთულ ხლართების გაბმა, ვალდებულებების შეუსრულებლობა, ეს არის ის თემები, რომელზედაც ევროპის საბჭო ძალიან პრინციპულად უნდა დააყენოს საკითხი მისი წევრი ქვეყნის, ერთ-ერთი წევრის რუსეთის ფედერაციის მიმართ, იმიტომ რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია. სხვა ბევრი დამატებით თემებია, მაგრამ მნიშვნელოვანი არის სწორედ ეს და არჩევნების წინ ქვეყანაში როგორია ვითარება, როგორ მემზადებით ამისთვის და რამდენად მართლაც მნიშვნელოვანია, რომ ვქმნით თავისუფალ საარჩევნო სივრცეს. დიდი მადლობა.